დილამშვიდობის. დილამშვიდობის. რატომ არ გათიშე ჯერ კიდევ? გაფუჭდა. იცი, აბაზანა მაღლა არის. არ ჩერდება. ყოველთვის ასეთია. 5 წუთში გონსმავა. ძალიან საყვარელია. მიდი სეიფი. ახვრთოვანებული დარჩებით. როგორ მიპოვე? მისამართი გამოვითხოვე. ჩვენი ერია. ეს ალბათ გაფუჭდა. გონს მოდი, მოიხსენი. საათი მოიხსენი? გაფუჭდა. დიახ, ბატონო ბერეთ, მოგესალმებით. თითქმის მზად ვართ. მინდა დამაგითხრა თქვენ როდის მოხვალთ? რა? რას ნიშნავს არ მოდის? როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება მარტომ? მერე ბობი? თანაც ბატონმა ფიქრეთმა იცის? გავიგე. კარგად იყავით. ყოველად ვიშრომეთ. იმ ქალის შემოყვანა არც კი უცდია. მე უკვე მოვაგვარე. გალბატონის სევდას თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაჯდა. 1 საათში აქ იქნება. პირადი თვითმფრინავი? ჩვენს მივიღოთ შხაპი და გამოვიცვალოთ. მათ მოსვლამდე აქ ყველაფერს მორჩებიან. მეც წამოვალ შენთან ერთად მანქანას და ძაღლს წამოვიყვან. ეს რა სიახლოვეა? როგორ მოხსა ადამიანმა ძაღლი? როგორ განდო? როგორც ჩანს, ყველაში ნდობას ვიწევს შენს გარდა. კარგი, წამოდი. ბევრი ჭამე. რაღაცას გეტყვი. მანქანის საკითხი უნდა მოვაგვაროთ, თორემ ასე არ გამავა. გამოდმებით ფუჭდება. მერე კი ქაანისნაირები გეხმარებიან. არა, ასე არ გამავა. მალე შევხვდებით. აბადროებით. ძაღლი გაიქცა. სეიფი. მოდი აქ შვილო. მოდი შვილო. ბობი მოიცადე. სუგა აქ მოდი. მისმინე ბობი. გამაგიჟა. სადმე ბიხარ სუგა? ნუ გარბიხარ. მოიცადე ბობი, არ გაბედო. ეს ძაღლი მემანდეს. არ გახვიდე, არ გაბედო. მოიცადე ბობი. მოიცადე, არ წახვიდე, თორემ მანქანა დაგეჯახება. ბობი. საყვარელო ცუგა, მოდი, იქ მანქანები არიან, დაგეჯახებიან. მოდი, იქ ძალიან საშიშია. არ წახვიდე. ბობი. მე ვერ გამოდივარ, შენ მოდი. სეიფი, სათხარ. სეიფი. ბობი. რას აკეთებ, ბობი? აქ რას აკეთებ? კარგი. მოდი სახლში წავიდეთ. კარგი რომ სერიოზს არ გავს. ბობის შევაყვარდი. მადლობა ბატონო სეიფი. როგორ ხართ ახალგაზრდებო? ბობის მიესალმეთ. ძალიან საყვარელია. რამდენი თვის არის?
შენ რა იცი? ბობი ჩვენი ძაღლია? ედა, შეგიძლია ცოტანელა შემოპარო ხოლმე, მიჩვევა რომ მოასწრო. სერკანს გულისხმობს. ცხადია იმ ბომბებს თუ გავიხსენებ, რაც ქალბატონმა ედამ ააფეთქა, ეს ალბათ ყველაზე საყვარელია. როგორ გამოიყურები ასე ლამაზად დაღლილი და უძილო? უძილო არ ვარ, კარგად გამოვიძინე. ხომ თქვი რომ დილამდე ოფისში იჯდებოდი? ოფისში წავიძინე. რა იყო? არაფერი. მე სამსახურში უნდა წავიდე. როგორც იცით, მუშაობა დავიწყე. ახლა პროფესიონალი ქალი ვარ. კარიერაში ჩემი ადგილი ვიპოვე, ცხოვრება მოვიწყე და ნელ-ნელა მივდივარ. წარმატებას გისურვებთ. მეც მინდა მელოს მხარი დაუჭირო. დიახ, მელო, დიახ. ოფისში გადასვლას თუ გადავწყვიტებ შემატყობინე, კარგი? დრო და დრო მაინც შემოიხედე. ედასავით. ცხადია, კოცნით, წარმატებები. მოდი აქ, ბობი. ბობი. გემრიელად მიირთვი. მადლობა, ალიჯან. რა საყვარელია. მამიდა. სამსახურში ჩამეძინა, მაგრამ რატომ ჩამეძინა? ძალიან დავეღალი და სადღაც დამეძინა. სერკანმა კი ვერ წამომიყვანა სულ ეგ არის. მართლა? ბობი. ბობი. ძვირფასო. მოდი ჩვენც აქ დავიძინოთ. ჩემო ლამაზო. მე სახლში წავალ. შხაპს მივიღებ, გამოვიცვლინ და ისევ გავალ. კარგი. ბობისთან ერთად თუ ბობის გარეშე? ჯერ ბობის გარეშე, მაგრამ წავიყვან. კარგი. მოდი ბობი, მოდი. დილა მშვიდობისა. დილა ძალიან ადრე გამოხვედი სახლიდან. ვიფიქრე არ გისაუზმეა. დილა მშვიდობისა. სანდვიჩი მომიბზადე? სერკან ბოლოთი არ ვარ, მაგრამ მე შემიძლია რაღაც. ბოსტნეული სათითაოდ გამოვაცხვე ღუმელში. თან ხელშეკრულების გაგზავნით ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩამაგდე. სელენ. მისმენა? ძალიან უწუხარ. მართლა. სერკანი ჩემი პარტნიორია და ჩემი სამსახური იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი სიახლეები არ გავრცელდეს. შენ კი თურმე დაუფიქრებლად გააკეთე ისე, რომ პრესას გამოექვეყნებინა. იძულებული გავხდი სერკანისთვის ტყუილი მეთქვა. ჩემს გამო მოიტყუა? სელენ, მადლობა. შემეძლო ყველასთვის ამეხსნა სიტუაცია. ბუდიში მომეხადა. ჩემს გამო რთულ მდგომარეობაში ჩავარდი. შენ სერკანს არ იცნობ. თავს დაგესხმეოდა. რამეზე თუ ჩაიციკლა მორჩა. ისედაც არ უნდა ჰოლდინგში რომ დაგეწყო მუშაობა. მართლა არ მზღუდავს სერკანის არსებობა. თავისი სიამაყის გამო ვერ ეგუება იმას, რომ მიატოვე და ჩემზე დაინიშნა, მაგრამ ფიქრობ ედა საყვარელი გოგოა. იცხოვროს თავისი ცხოვრებით, დინებას გახვეს. შენ მაინც ფრთხილად იყავი კანთან, საშიშია. ფიქრობ ზედმეტად აფასებთ კანს. აბა, სრულიად მზად ხართ? ედა სად არის? სადღაც გარეთ არის. ლეილა. შეგიძლია მოხვიდე? მოვედი ბატონო სერკან. ეს ადამიანი. ის კაცია გუშინ ედას რომ შეხვდა. დიახ, ის ვისაც მიმზიდველი ვუწოდე და თქვენ არ მოგეწონათ. კარგი ლეილა, და აქ რა უნდა? რატომ არის ის აქ? ეს ბატონი ბერენთია. ქალბატონის სევდას მენეჯერია. აი როგორ, მენეჯერია. სახიობების სია უნდა ნახოთ. მთელი ჰოლივუდი მისია. ამერიკაში ცხოვრობს. შვენიერია, ამერიკა. ბოტანიკა მისი ჰობია. კალიფორნიაში ბოტანიკური ბაღი აქვს. ბოტანიკური. ხელოვნება, მოკლედ, მუსიკა. შვენიერია. ედა გიждდება ამაზე. ლეილა. ნიშნობის ბეჭედი. ედას რომ ვუყიდე. დიახ, ძალიან ლამაზია ყვავილივით. ეთყობა რომ ნიშნობის ბეჭედია. იქნებ ერთი თვლით რომ ყოფილიყო ეს ბეჭედი. არა, ჩანს. იმხელა რომ რთულია მისი ვერ შემჩნევა. მართლა ხო? შეუძლებელია.
ბატონო სერგან. შეგიძლიათ წახვიდე. არ ვიცოდი ასეთები რომ იყვნენ. არა, ყველასთან ასეთი არ არის, მხოლოდ თქვენ გექცევათ ასეთ ბილად. მე კი ძალიან მიყვარს ის. გამარჯობა. სერგან ბოლათი. მე კი ბერენდი. ბობიზე ვსაუბრობდით, ძალიან საყვარელია ხომ ასეა? ო, მეც მყავს ძაღლი. დიახ. სირიუსი ქვია. ძალიან მომენატრა. შეიძლება დღეს მის სანახავად მოვიდე. ჯობი არ მოხვიდე. ახლა სხვა ძაღლს რომ ედამაშე, მის სუნს იგრძნობს და არ მოეწონება. ძალიან ლამაზი გამოვიდა სახლი ხომ ასეა? დიახ, მაგრამ მთავარია ქალბატონ სევდას მოეწონოს. ცხადია. მოვიდა. ვნახოთ აბა. კეთილი იყოს. მოგესალმებით. მადლობა პირადი თვითმფრინავისთვის ბატონო სერგან. არაფრის. შევიდეთ. დიახ, შემობრძანდეთ. ბერენდ. სიაში პუნქტი იყო, სადაც ეწერა, რომ საძინებელში მზე ჩრდილოეთიდან უნდა ანათებდეს. დიახ, სევდა, 73 პუნქტი. დაწესებულებებში, რომლებშიც დეკორაციებს ვაკეთებთ, ვერ გავაკონტროლებთ, საიდან შემოვა მზის სხივი. მაგას უკვე მივხვდი. ანუ ის რომ არ გამოგივიდათ. ძალიან ვეცადეთ რომ გვეპოვა ის ორნამენტები, რომლებიც თქვენ გინდოდათ, იმედი მაქვს მოგეწონებათ. დიახ, ორნამენტები არის რაც საჭიროა. მაგრამ სატინის მინდოდა, ბამბის კი არა. მართალი ხართ? ოღონდ როგორც უკვე გითხარით, ძალიან ვეცადეთ. მათი შეკერვა იყო საჭირო, მაგრამ დრო არ გქონდა. მოდი. სანათების პილოზვლისფერი მინდოდა ყოფილიყო. ისინი კი შავია. ბალეშები იმაზე პატარებია, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ამ სახლმა გული მატკინა. არა, ყველაფერი იმ ზომებშია, როგორც თქვენ გინდოდათ. მართლა ეტყობა მომაჩვენა. ქალბატონო სევდა, ქალბატონმა ედამ ძალიან მოკლე დროში ძალიან რთული და ძალიან გრძელი სია შეასრულა. ამიტომ გირჩევთ მცირე დეტალებზე ნუ ჩაიციკლებთ. ასეთია ჩემი აზრი. როგორც მივხვდი, აქ თქვენი თავის მართლების მოსასმენად დამპატიჟეთ. და არა იმიტომ, რომ მოთხოვნების სია შეასრულეთ. არა, რას ამბობთ? ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი საქმე გაწია ერთ დღეში. ქალბატონო ედა, მართლა დიდ მადლობას გიხდით თქვენი ძალისხმევისთვის, მაგრამ იმ სიიდან არაფერი შესრულებულა. სახლს ასეთ მდგომარეობაში ვერ ჩავიბარებ. ბერენდ, დაურეკე ბატონ ფიქრეთს და უთხარი, რომ კონცერტი გაუქმებულია. მადლობა. არ გაბედო და გული არ დაგწყდეს იმის გამო, რომ ვერ გააკეთე, არ გაბედო. ძალიან კარგად ვიცნობ ასეთებს. ყოველთვის ყველაფერს აკეთებ, რომ კარგად გამოვიდეს, მაგრამ ასეთებს სულ ერასდროს მოაწონებ. მან თქვა, რომ ვერ ჩაიბარებს? თქვა, რომ არ მოეწონა? არა. არა. შუაზე გავგლეჯავ ამ ქალს. ედა, საით ედა. ედა საით. არავინ ჩაერიოს. ასე ვერ წახვალ. რა უტაქტო და საკუთარ თავზე შეყვარებული ხარ. ეს რა უტაქტობა და უპატივცემულობაა. როგორ შეიძლება ასე მოექცე ქალს, რომელმაც რთული დღეები გადაიტანა? მხოლოდ იმიტომ, რომ შენი მოსმენა უყვარს? საერთოდ არ გაქვს სინდისი? იქნებ წავიდეთ.
ფიქრობ არ არის საჭირო. გაუმკლავდება. უკვე 20 წუთი გავიდა. ხმა აღარ ისმის. შესაძლებელია რომ ედას მართლა გაეგლიჯა ის ქალბატონი. შესაძლებელია. კარგად არ ვიცნობ. რას ამბობ ზმაო? ის შენი საცოლეა. დიახ. ანუ იმის თქმა მინდოდა, ხომ იცით რომ ხელზე ბორკილები გამიგეთა. მინდოდა მეთქვა რომ ვერ გაიგებ, რას უნდა ელოდო მისგან. მოდიან. მოყევი სევდა. სევდა? კარგი. სცენაზე გავალ და ვიმღერებ. მთელი დღე ვაკეთებდით საქმეს, რომლის შესრულება შეუძლებელი იყო. ყველა დაიღალა და საქმეები მიაგდეს. არ მესმის სერქანის. ვერ ვიგებ როგორ დაუშვა ასეთი რამ. დაელაპარაკე საცოლეს და მოაგვარა ეს საკითხი, რა სიჯიუტეა. კონკურენტები უფრო არიან ვიდრე საცოლე და საქმრო. არ ვიცი. ხელშეკრულება მათ ძალიან ამრია. შოკოლადი მიყიდე როცა მომიდება. ჩემს გვერდით იყავი იმდე ხასაც მოვინდომებ. რამდენი გვერდი შეიძლება შეაფსოს ადამიანმა? კარგი ძვირფასო, ყველას თავისი ფანტაზიური სამყარო აქვს. ყველაზე უცნაური ის არის, რომ სერქანს არ აქვს მსგავსი სამყარო. ესე იგი აქვს სელინ. არ ვიცი. ფიქრობ ეს შეთანხმება არ არის ისეთი უმანკო, როგორც ჩანს. თავში გიჟური კითხვები მიტრიალებს. შენ ერთ-ერთი იმ ცერეთაგანი ხარ, ვისთანაც დავმეგობდი ამ კომპანიაში. გთხოვ, თავი ხელში აიყვანე. გთხოვ. დღეს უკეთხარ ხომ ასია? თვალი არ გეცე, ძალიან კარგად გამოიყურები. როგორ ხარ დედა? პატარა, კარგად. შენ როგორ ხარ? კარგად. სახლის პროექტზე რა ხდება? ჯერ კიდევ აგვარებთ. ექსევდა არანორმალურია. ხომ იცი არა? ტვინში აქვს პრობლემა. დღეს არანორმალური სევდა ვნახეთ. თან ისეთი მხიარული ხმა აქვს, ზოგჯერ ყურებში ჩამესმის. შენს გემართება ასე? მოვედი. ნახე ისე. შენს დასაყვანად მოვედი. რა მოხდა სევდა? სევდა რატომ? ეს თქვენს გამოა. უკვე შენ სევდას მეძახი. მშვენიერია. საღამოს წვეულებაა, ამიტომ მოვედი შენს დასაყვანად. არა, ბატონო ფიქრეთს მოკითხვა გადაეცი. წვეულება საჩემო არ არის. უკვე დიდი ხნის წინ ვუთხარი რომ წამოხვალ. თავის მაგიდასთან დაგიტოვა ადგილი. ედა, საქმეები მაქვს. კარგი, მოვიცდი. მე და დედა შენი აქ ვისაუბრებთ, არა ქალბატონო აიდან. კარგი მაშინ, დროებით. დროებით. როგორ გახდა ხეიბარი? ფეხი მოიტეხა. ჩვეულებრივ ასეთ ცხენებს აძინებენ, იმიტომ რომ ტკივილს ვერ იტანენ. მაგრამ ჩვენი ვარსკვლავი სიცოცხლეს ეჭიდება. ხომ ასეა ჩემო ძვირფასო? ისევ ძლიერი თავის ტკივილები მაქვს. მე შემიძლია ვუშველო თქვენს თავის ტკივილებს. რა თქმა უნდა, თუ მენდობით. სევდა, სად ისწავლა ეს? თავის ტკივილმა გამიარა. ახლა ღრუბლებში ვარ. კლიენტი ყავდა და მამიდა ჩემს უკეთებდა თავის მასაჟს. აი ასე ვისწავლე. ნებას თუ მომწემ, შემიძლია გაგიკეთოთ. შეიძლება. ცოტა ლავანდა. ლავანდა რისთვის არის? სურნელი დაგამშვიდებთ და თავის ტკივილს მოგაშორებთ. კიდევ ცოტა შეისუნთქეთ. თვალებზე აკვრა რა საჭიროა? იმისთვის რომ სურნელზე კონცენტრირდეთ.
ცოტა გავისეირნოთ, გინდათ? თვალე ბახვეულმა? დიახ, ბაღში ბევრი ლავადაა. ჩაის უნთქავთ და გიშველით. ო, კარგი, რადგან ასია? მე მომენტეთ. თავის ტკივილმა გამიარა მადლობა ღმერთს. ასე წამოდით, აქ საფეხურია. და ფეხი აწიეთ. კიდევ ერთი. ვნახე, როგორ გიყვართ ვარსკვლავი. მომიყვებით, როგორ გამოჯამრთელდა. ძალიან ბევრს ვცდილობდა, ბევრს შრომობდა ჩემი ძვირფასი, მაგრამ არ იღლებოდა. ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვეცნობოდით, ვცდილობდით. მე ერთხელ როცა დამინახა, ფეხზე წამოდგა. ნაბიჯი გადადგა. მეორე დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი. მე ისე გამოჯამრთელდა, რომ ვერ გავიგეთ როგორ. ის დღეები წარსულში დარჩა. შეგიძლია სახურავი ახადო. დღეს ღაერი ჩავიცუნთქოთ. იცი რაზე ვფიქრობ? ვერც კი წარმოვიდგენ, რაზე შეიძლება იფიქრო. შენ ხომ მითხარი, რომ ბატონი ფიქრეთის სახლს ერთ დღეში ვერ დავასრულებდი. ნეტავს სანაძლეო დაგვედო, მოგიგებდი. მოდი ახლა დავდოთ. ახლა? შენ მოიგებ, რა გინდა? იმას გააკეთებ, რაც მინდა? შევთანხმდით? ძალიან უცნაური ადამიანი ხარ. ნუ მიყურე ვასელ ამაზად. თვალები გზას უყურავენ, ფიქრები კი შენზეა. სატვირთოს წარწერები ხომ გიყვარს? ძალიან საყვარელია. ო. რატომ მეყურებ? არ ვიცი. ცისფერი ძალიან გიხდება. ცისფერი გვერდზე მყოფ ადამიანში ნდობას იწვევს. ჩვენ ხომ ბატონ ფიქრეთთან მივდივართ, ამიტომაც ჩავიცვი. კონკრეტული ფერი სამსახურის გამო შეიცვი. ზუსტად საშენოა, ზუსტად. დიახ. გიждები დღეებზე, როცა წარმატებულები ვართ. მე მიყვარს დღეები, როცა ყველაფერი მშვიდად არის, მაგრამ ასეთი დღეები სად არის? თვალი არ ეცეს. ფეხი როგორ გაქვს? ჯერ კიდევ მდგება.
Რაღაც პერიოდი კიდევ მომეწევს სახლში სერვისის გამოძახება. კარგია რომ ჯერენი მყავს. ეთყობა წვეულებაზე არ მოდის, რადგან მე და მირეკე. ამ საღამო საქმეები აქვს. ამიერიდან ის წამოგიყვანს ხოლმე დიდი ალბათობით. რა სიტყვებია? გათავისუფლდები და არ დამეხმარები პატარა გაუგებრობის გამო. Hemen istifa mı edeceksin bana böyle yardım etme işinden? Bilmem. არ ვიცი. Ben bunu დავფიქრდები. İyi düşün. კარგი, იფიქრე. Ya çok sıkı. ძალიან მოვიწყინე. შიგნით რატომ არ შევდივართ? იმიტომ რომ შიგნით არავის ვიცნობთ და სოლოდებით მოვა და შევალთ. შევიდეთ და სადმე კუთხეში დავსხდეთ. Melo. მელო, Erkek დღეს ლამაზი ხარ. ბიჭების აკიდებას აპირებ? Güzel olmuş. ლამაზად გამოვიდა არა? გამოვიდა. Kıyı köşede. მაგრამ კუთხეზე საუბრობ, რა მოხდა? რადარები გაგეთიშა? Yo. არა, არა. Ben მიმზიდველი ვარ და დროა მიეჩვიოთ. Bunların çapkın olmasına bir alışın artık ya. Sana demiyorum. შენ არ გეუბნები. Ne bileyim. არ ვიცი. Belki böyle იქნებ მაღალი, uzun boylu, yakışıklı. მიმზიდველი, Ne bileyim böyle. კოსტუმიანი და წვერებიანი მამაკაცი sakallı გამოჩნდეს. bıyıklı bir adam gelir. Kim o? ვინ არის, რა ქვია? Yok öyle. არ değil. არის ფანტაზია, Hayal öyle biri არავინ yok. არ არის. Ben şu an ენერგიას topluyorum. ვიკრებ. Benim canım მინდა ასეთი შემხვდეს. esmer görmek istiyor. Ya. Aydan Hanım. ქალბატონო აიდან. სეიფი, Eda Hanım. ქალბატონ ედას თქვენთვის შეტყობინება აქვს. ქალბატონ ედას ჩემთვის ვიდეო შეტყობინება აქვს? ჩართე ვნახოთ. ქალბატონო აიდან, იმედი მაქვს არ გამიბრაზდებით იმის გამო, რაც გავაკეთე. უბრალოდ მინდა დამეჩვენებინა ის, რომ რისი გაკეთებაც გეშინია, შეგიძლიათ გააკეთოთ. ზღვას თუ გადავედი, ბოდიშს გიხდით. მშვიდობით. Ne demek რა şimdi იყო ეს? Bir video daha. კიდევ ერთი ვიდეო. Bas. ჩართე. სეიფი. ეს მე ვარ? ეზოდან გარეთ მე გავედი? Tebrik ederim. ვილოცავთ. Bir daha კიდევ ერთხელ ვნახოთ. კარგი, ნახავთ. არა, მე მართლა შევდივარ შეგნით. იქიდან მუსიკა ისმის. მართლა მინდა ვიცეკვო. წამოდი ვეღარ ვძლებ. მოიცადე, ედა მოვიდა, მოდი. Çok şanslısın. ძალიან გაგიმართლა. Kızlar. გოგოებო, Bu ne güzel. ეს რა სილამაზეა. რა ლამაზები ხართ. დიდი მადლობა. Bu arada სხვათა შორის ერთმანეთს გასაცნობად უნდა შევხვედროდით. მზად ვარ. როცა მოგინდებათ. ნახა, ჩემი ძვირფასი სიძე. მოულოდნელმა თავაზიანობამ შთაბეჭდილება მოახდინა. ნუ აზვიადებთ, სერქანი ორ სიტყვაზე მეც არ ამბობს. selam. სალამი. სალამი, სალამი. Hoş geldiniz. კეთილი იყოს. მადლობა, ბატონო ფიქრეთ. ძალიან თავაზიანი ხართ, მადლობა ჩვენც რომ დაგპატიჟეთ. ჩემი მეუღლე გააბედნიერეთ. განსაკუთრებით თქვენ, ქალბატონო ედა. Bir peri kızı. ქალბატონი ედა ანგელოზებით არის, რომელიც იმეც არ კარგავს. არ ნებდება. ყველაფერს ალამაზებს, რასაც ეხება. Serkan ბატონო Bey, სერქან, çok şanslısınız. იღბლიანი ხართ. Evet. დიახ, Biliyorum. ვიცი. Teşekkür ederim. მადლობა.
რატომ დგახართ? წვეულებაზე ბევრი ხალხია. შეიძლება ვერ გნახავთ, ამიტომ კარგად გაერთეთ. თხოვთ. მიდი, წამოდი. შიგნით შესვლა იმიტომ არ გინდა, რომ ბევრი ხალხია? ხო, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ბატონ ფიქრაც უკვე ველაპარაკეთ. თუმცა შენ მგონი შესვლა გინდა. რატომ? ეს ხომ შენი სტილია? ბოტანიკა, მუსიკა, ხელოვნება. სანაძლეო? რომელიც არ დაგვიდია. ო, ის უნდა გაგაკეთებინა, რასაც ვისურვებდი. ასეა. ხო, გთხოვ, შეუძლებელია. ხო, ედა, გთხოვ, არა. ასე ნუ მიყურებ. ხო.